ჩემი აზრით გადამწყვეტი ბრძოლა იწყება ახლა საქართველოსთვის ვინ ვის ბიზინა ივანიშვილის ბანდა დანარჩენ საქართველოს ანუ ჭეშმარიტ და ნამდვილ საქართველოს თუ ნამდვილი საქართველო ბიზინა ივანიშვილს და მის ბანდას ვინ ვის დაამარცხებს ამ ეტაპამდე მართ მისული ისეთი კანონები მიიღო ბიზინა ივანიშვილმა და მისმა პარლამენტად წოდებულმა თავყრილობამ ბანდიტთა თავყრილობამ რომ ამ კანონებს თუ დავიცავთ ამ შემთხვევაში პროტესტი როგორც ასეთი მოკვდება თუ არ დავიცავთ და ბიზინა ივანიშვილი ამოქმედებს ამ კანონებს და სისრულეში მოიყვანს ამ შემთხვევაში ბევრი ჩვენგანი წავა საპატიმროში როგორც ჩანს ბევრი რომ წავა საპატიმროში ისმის კითხვა კიდევ სხვა ბევრი პირობითად კიდევ 100 კაცი 200 კაცი მეორე დღეს გამოვა თუ არა უსტაველზე თუ არ გამოვა ამ შემთხვევაში მოუგია ბრძოლის ეს რაუნდი ბიზინა ივანიშვილს და ეგა ბიზინა ივანიშვილს მოუგია ეს რაუნდი მეთქი ამას რომ ვამბობ რეალურად გულისხმობ რუსეთს რომელიც სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული რომ დაამარცხოს პროტესტის მოძრაობა საპროტესტო მოძრაობა თბილისსა თუ ზოგადად საქართველოში რომ ბიზინა ივანიშვილს განახორციელებინოს ის მზაკვრული გეგმები რომლებიც რუსეთს შემუშავებული აქვს ეჰრახანია ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში ჩვენი ქვეყანა არანაირად არც ფორმალურად არც განცხადებით არც დეკლარირებულად არც განწყობით არც სულისკვეთებით არანაირად არ უნდა იყოს ანტირუსეთული ქვეყანა ჩვენ საბედნიეროდ ვართ ანტირუსეთული ქვეყანა ჯერაც ასე ვიტყვი მიუხედავად იმისა რომ ბიზინა ივანიშვილი ბანდიტი ყველაფერს აკეთებს უკვე რახანია რეალურად 12-13 წელიწადია მაგრამ ბოლო რამდენიმე წელიწადია მით უფრო რომ ჩვენში არსებული ეს პროტესტი რუსეთის მიმართ და რუსეთის ხელისუფლების მიმართ და რუსეთის პოლიტიკის მიმართ როგორღაც ამოძირკოს ჩაახშოს ამოძირკოს მოსპოს და ასე შემდეგ ამიტომაც დამატებით სხვა ფაქტორების გარდა ამიტომაც დამატებით ასრულებს ბიზინა ივანიშვილი დავალებას რუსეთის ფედერაციიდან საიდანაც მას უთხრეს რომ საქართველო გრუზია უნდა იყოს საქართველო ქვეყნად აღარ უნდა იწოდებოდეს საქართველო უნდა იყოს ტერიტორია სადაც ჩვენ ჩამოვეთრევით მათ შორის პოლიტბიუროს წევრები რუსეთისა პუტინის ჩათვლით მეთქი ასე გეტყვით პუტინი რასაკვირველია ჩამოვა როგორც კი გრუზიად საბოლოოდ გარდაიქმნება ჩვენი ქვეყანა სადაც ჩვენ ჩამოვეთრევით თქვენს არაჩვეულებრივ ღვინოს დავლევთ მივირთმევთ თქვენს არაჩვეულებრივ სამზარეულოს კერძებს დავაგემოვნებთ ვიღლიცინებთ გავილაღებთ ვიქნებით ბედნიერები და მერე წავეთრევით თუ წავეხვეტებით თუ წაბრძანდებით უკან ჩვენთან ჩელიაბინსკსა პეტერბურგსა თუ მოსკოვში ეს უნდა რუსეთს რომ საქართველოს მათ შორის დასავლეთსაც აღარ აინტერესებდეს თუ შენი ხელისუფლება არის ესოდენ ცუდი და შენს მიერ არჩეული ამასთან და ესოდენ ცუდი ესოდენ პრორუსული და შენს მიერ არჩეული ამასთან შენს ესეთივე პრორუსი ყოფილხარ და თუ მართლა 300 400 800 1700 კაცი გამოდის რუსთაველზე თუ დედაქალაქის სხვა ქუჩებს შეეფინება ხოლმე მარშების თუ დემონსტრაციების სახით ეს ჯერაც არ არის საქართველოს ნამდვილი საქართველოს აგე 3.480.000 თუ 768.000 დარჩენილია სახლშიო ამას გვეტყვიან ჩვენ ადრე იქნება თუ გვიან ევროპიდან და დაგვრჩიან ყველას იმ 1700 კაცსაც რომელიც ყოველდღიურად არის რუსთაველზე თუ ნაკლებს რეალური თუ ვიმჯელებთ თუ უფრო მეტსაც ვინც ქართული ოცნების მოწინააღმდეგე კია მაგრამ მიზესთა ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზესთა გამო დარჩენილა სახლში იმიტომ კი არა რომ არ უნდა ქუჩაში გასვლა ან იმიტომ კი არა მაინც და მაინც რომ აფრთხობს ქართული ოცნების რეპრესიები არამედ ბევრ მათგანს ან ზოგ მათგანს შესაძლოა აღარც აქვს იმედი რომ ქართულ ოცნებას ჩვენ მშვიდობიანად საერთოდ შევცვლით და მით უმეტეს შევცვლით მშვიდობიანად აქედან გამომდინარე მე მაინც გონია რომ ეს გადამწყვეტი ბრძოლა დაწყებულია და ამ გადამწყვეტი ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპი არის დღევანდელი დღე, როდესაც ბიზინა ივანიშვილმა რა არ გააკეთა, როგორ არ იხლაფორთა, რა მეთოდებს არ მიმართა, მაგალითად თქვა რომ გზის სავალ ნაწილზე
ავტომობილების სავალი ნაწილი იგულისხმება, თქვენ ვერ გადახვალთ, ვერ გადაკეტავთ და თუ გადაკეტავთ, ამ შემთხვევაში დაგაჯარიმებთ. მე თქვა რომ არა მარტო დაგაჯარიმებთო, არამედ საპატიმროებშიც გაგამწესებთო. მე თქვა რომ ჯარიმასაც და საპატიმროებში გამწესებასაც არ გაკმარებთ, მეორეჯერ თუ გაიმეორებთ, საერთოდაც ერთი წლით დაგიჭერთო. მოკლედ რა რეპრესიებს არ მიმართა და ვერაფერს გახდა, იმიტომ რომ ადამიანები წავიდნენ შეგნებულად და შეგნებულად გადაკეტეს რუსთაველის გამზირი და ბევრი მათგანი კი მოხვდა 100, 150, 200 კაცი საპატიმროში, მაგრამ გამოვიდნენ ეს ადამიანები რუსთაველზე და კვლავ დადგნენ რუსთაველის გამზირზე. ბევრს და უფრო მეც აქვს 5000 ლარიანი კი არა 50000 ლარი აქვს, 60000 ლარი აქვს, 100000 ლარი აქვს, 120000 ლარი აქვს. ჯარიმად რასაკვირველია ვერ გადაიხდიან, რასაკვირველია და არც გადაიხდიან, რომ გქონდეთ, იმიტომ რომ გაცნობიერებული აქვთ, რომ სპეციალურად აკეთებს ამას de facto ხელისუფლება, რომ როგორღაც მიჩაგროს და დაჩაგროს ადამიანები. ეს რომ ვიცოდეთ. აქვე ჩემი ერთი მოსაზრება ერთ საკითხთან დაკავშირებით, რასაკვირველია ჩვენი ბედი წყდება უკრაინაშიც, რასაკვირველია ჩვენი ბედი წყდება დასავლეთშიც, კონკრეტულად ჩვენ მეც შორის მეც ველი იმას, რომ ვაშინგტონი გააკეთებს მკაცრ განცხადებას ბიზინა ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში, მაგრამ თუ სადმე უმთავრესად და უპირველესად წყდება ჩვენი ბედი, ეს არის ჩვენი ქვეყანა, თქვენ წყვეტთ ამ ქვეყნის ბედს, რამდენადაც მედგარნი ვიქნებით, მით უფრო მალე ან შეძლებს დაგვარად მალე დასრულდება ბიზინა ივანიშვილის რეჟიმი, რომელსაც უშლის ხელს ჩვენი 250 თუ 580 პროტესტის მონაწილის გასვლა რუსთაველის გამზირზე და კი ამიტომაც ახლა უკვე მიიღეს ამგვარი გადაწყვეტილება და დღეიდან დაიწყებენ აღსრულებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, დაიწყებენ აღსრულებას, რომ ტროტუარზე ვინც დგას, მათაც კი დაუშლიან ტროტუარზე დგომასაც კი რუსთაველის გამზირზე, ან რა ვიცი, ვაკეში რო შევიკრიბოთ, შესაძლოა ვაკეშიც ან დიდუბეში, თუ შევიკრიბებით დიდუბეშიც დაუშლიან, ეს არის კანონიო ამბობენ. ყველა კანონი, მინდა გითხრათ, რომ კანონი არ არის, თუ ვინმეს დაავალდებულებენ, რომ ასეთი კუბროკრული თელ დემონსტრანტ რუსთაველის გამზირზე გასულებს, ასეთი კუბროკრული პერანგით გავიდნენ და ვინმეს არა აქვს შესაძლებლობა ან სურვილი, რომ კუბროკრული პერანგით გავიდეს და კანონ დამღება ჩაითვლება, ფორმალურ კანონს გულისხმობს ცხადია, ხო, მისი დაჭერა არასაკვირველი არ შეიძლება. თუ დაიჭერენ, ეს იქნება უკანონო რეპრესიებული მანქანის ამოქმედება ამ კონკრეტული მოქალაქის წინააღმდეგ, ვისაც არ აცვია კუბროკრული პერანგი და ეს არის ან ჩაითვლება ნებისმიერ შემთხვევაში უკანონო კანონად. ყველა კანონი, რომელიც სამართლებრივია, სამართლიანი არ არის და უპირობო აუცილებლობაა, რომ სამართლებრივობა სამართლიანობას როგორც ასეთს ემთხვეოდეს. ამიტომ რა უფლება მაქვს ახლა მე მოგიწოდოთ მოქალაქეებს, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ისტორია იტყვის რასაკვირველია თავის უფრო მძიმე სიტყვას ვიდრე მე, მაგრამ დაარღვიეთ კანონი, მოწოდების უფლება არ მაქვს, დაარღვიეთ რამდენადაც უსამართლო კანონია. თქვენ გეუბნებიან, რომ რუსთაველზე დგომის უფლება არ გაქვთ და ეს რასაკვირველია უსამართლო კანონია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ არც არავის არ უშლით თქვენ, ვინც არის რუსთაველის გამზირზე, გადაადგილებას არ უშლით პირებს, რომლებიც A-წერტილიდან B-წერტილისაკენ მოძრაობენ პარლამენტის მიმდებარე ფართო ტროტუარზე. ჩვენ ხო ცოტანი ვართ, როგორც თვითონ ამბობენ, 50 ვართ, 100 ვართ, 300 ვართ, 300 კაცსაც იტევს ის ტროტუარი და 7000-საც თუ 5000-საც და თუ 5000 ერთი მივა, ბუნებრივია ის 5000 მეერთე ან 5000 უფრო ზუსტი რომ იყო, გზის ავტომობილების სავალ ნაწილზე გადავა და არც ამ შემთხვევაში დაარღვევს კანონს, რამდენადაც ვიქნებით ბევრი, მაგრამ არა ვართ რა ობიექტურად. არა ვართ რა ბევრი, შესაბამისად ვართ ტროტუარზე და შესაბამისად სიხალვათია და მოქალაქეები, რომლებსაც მაგალითად, არ ვიცი, ჩიტაძის ქუჩიდან იქით ბესიკის ქუჩისაკენ უნდათ, პირველი სკოლისაკენ უნდათ მოძრაობა, თავისუფლად ან მეტნაკლებად თავისუფლად გადაადგილდებიან, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ ვეღობებით და არ ვეუბნებით, რომ მაინც და მაინც ეხლა ჩვენთან ერთად უნდა იყვნენ და ჩვენთან ერთად უნდა გააპროტესტონ რუსული რეჟიმი. რუსული რეჟიმი, ეს არ არის მეორე ხარისხოვანი ტერმინი, მეორე ხარისხოვანი შეფასება და უკონტექსტოდ წარმოთქმული სიტყვა. რუსულია ეს რეჟიმი და ბიზინა ივანიშვილსა და რუსეთს ეჩქარებათ აქ პროტესტის მოძრაობის, საპროტესტო მოძრაობის მომთავრება, იმიტომ რომ ის მზაკრული გეგმები განახორციელოს
საქართველოს რუსეთმა საქართველოში, რომლებიც რამდენი ხანია მას ჩაფიქრებული აქვს და ეს არის სასაკვირველია პირველ ყოვლისა ბიზინა ივანიშვილის დატოვება დიდ ხანს თუ მარადარა უხეშად რაღაც 35-40 წლამდე 45 წლამდე და რაც თავარია რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი საქართველოს ანუ გრუზიას ჩამოყალიბება რომელიც პროტესტის გამომხატველი აღარ იქნება თუნდაც ათეული წლების შემდეგ ანუ ჩაკლა ქართული სულისა ჩაკლული სული გახსენდება კაც გრიგოლ რობაქიძის ეს ნაწარმოები დიახ მათ სურთ რომ იდენტობა წაგიშალონ მათ სურთ რომ ისტორია არა მხოლოდ წარსული არამედ მომავალი ისტორიაც კი ვერ დაწერო ვერ შექმნა შენ და შექმნან მათმა მონებმა მათმა კარის ისტორიკოსებმა მეცნიერებათა აკადემიაში თუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოკეტილმა კონფორმისტმა ისტორიკოსებმა რომლებიც ლაპარაკობენ ოდენ იმაზე რომ დავით აღმაშენებელმა თურმე 1121 წელს გაიმარჯვა დიდგორის ომში მაგრამ ახალ დიდგორზე მისი ფილოსოფიური გააზრებით, კონცეპტუალური გააზრებით, სულაც არ ლაპარაკობენ და ახალი დიდგორი ჩვენ გველის მომხდურის განდევნა გარდაულად აუცილებელია თბილისიდანაც და ქვეყნიდანაც რომ ვიცოდეთ მაინც და ეს დიდგორი ახალი დიდგორი ისევე როგორც ახალი რუის სურბნისი მაინც და მაინც თუ დავით აღმაშენებლის კონტექსტში უნდა ჩავჭეთ ხო ახალი რუის სურბნისის გველის წინ გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ ჩვენ სახელმწიფოდ შევდგებით თუ რუის სურბნისი არ ჩატარდება ახალი თუ არ ჩატარდება ახალი დიდგორი არ მოხდება ახალი დიდგორი მაინც და მაინც ეხა ხმლით დაპირისპირებას არ გულისხმობ ცხადია გამარჯვებას გულისხმობ ამ სიმბოლურ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ სიტყვას ახალ დიდგორს წინადადებას თუ სიტყვას თუ არ მოხდება მაშინ ქართული სახელმწიფო ვერ შედგება მეცაც გეტყვით თუ არ დაფუძნდება აბსოლუტურად სამართლიანი სამართალსა და სამართლიანობაზე დაფუძნებული ახალი რესპუბლიკა თუ არ შეიქმნება გნებავთ მესამე და არ ქვით ამ რესპუბლიკას და გნებავთ მეოთხე სწორედ ამას ეწინააღმდეგება ბიზინა ბანდიტი ივანიშვილი და რუსეთი რასაკვირველია რომელიც უკვე მეოთხედ კი არა მე-40-ად კი არა მე-400-ად მიმეორებ აქ უნდა მას რუსეთს უნდა რომ საქართველოს იყოს ეს არის პაზლის ერთი ქვა საქართველოს იყოს ნეიტრალური აქ უნდა მას რუსეთს რომ მისი შეიარაღებული ძალები იყვნენ საქართველოში აქ უნდა დაკანონებული შეიარაღებული ძალები იყვნენ საქართველოში რუსეთს უნდა რომ საქართველოს არ იყოს ერთიანი ქვეყანა და მინიმუმ 3 რეგიონად 3 სივრცეთ იყოს დაყოფილი და დამოუკიდებლობა შეუნარჩუნოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს რუსეთს უნდა რომ საქართველოს არ იყოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ან ნებისმიერი სხვა იმ ალიანსის წევრი რომელიც შეიქმნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბაზაზე რუსეთს უნდა რომ საქართველოს ევროკავშირისკენაც კი არ გაიხედოს რუსეთს სურდა ეხლა უნდა და სურს და პატარ-პატარა მიზნებზე თუ ამოცანებზე აღარც გავამახვილებ ყურადღებას მაგალითად ამოცანაზე იმის თაობაზე იმ ამოცანაზე რომ ჩვენ უნდა გავაუქმოთ ოკუპაციის კანონი და ჩვენ რუსეთულ ქვეყანად სახელმწიფოდ კი არა წარმონაქმნად რეალურად ჭაობად უნდა ვიქცეთ ამგვარ წვრილმანებზე თქვენის ნებართვით არც შევჩერდები და ეს ფაქტია და ეს ჭიუტი ფაქტია ბიზინა ივანიშვილი საუკეთესო პარტნიორია ამასობაში რუსეთისა ამ პროცესში მასზე უკეთეს ვერ ნახავდა ბიზინა ივანიშვილზე უკეთეს რუსეთის ფედერაცია თუმცა რუსეთსაც ჩემი რწმენით აქვს გარკვეული დედლაინები განსაზღვრული ბიზინა ივანიშვილისათვის ჩემი ფიქრით თუმცა შესაძლოა ვწდები რუსეთმა მოსთხოვა ბიზინა ივანიშვილს რომ ამოკანასკნელმა ჩაატაროს არჩევნები რიგგარეშე არჩევნები მაგალითად მაისის თვეში მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობამ შეცვალოს კანონი თავარი კანონი კონსტიტუცია და ამოიღოს 78 მუხლი საჭირო იქნება თუ არა დამატებით რეფერენდუმის ჩატარება იმისათვის რომ ეს დამტკიცდეს თუ განტკიცდეს რეფერენდუმის შედეგების გზითაც სიმართლე გითხრათ არ ვიცით ფოჩიან კამფეტებსაც კი არ გამოიმეტებს რუსეთი უკვე შემდგომ როდესაც ასეთ წარმატებას მიაღწევს საქართველოში სხვათა შორის მას საქართველოს ჭირდება იმისთვისაც რომ საქართველოს იყოს პლაცდარმი იმისთვის რათა მან რუსეთმა აიღოს ერთგვარი რევანში სამხრეთ კავკასიის
კავკასიის რეგიონის ორ სხვა სახელმწიფოზე აზერბაიჯანზე, რომელიც წლების განმავლობაში უხდებოდა და ბოლო პერიოდია მით უფრო აუშუხურდა და კონფლიქტშია რუსეთთან, აგრეთვე სომხეთზეც, რომელიც ასევე ანტირუსეთულ სახელმწიფოდ ყალიბდება და საბოლოოდ ჩამოყალიბდება 2026 წლის მეორე ნახევრიდან, როდესაც მაღალი ალბათობით პრემიერი ფაშინიანი მაღალი ალბათობით გაიმარჯვებს არჩევნებში და კვლავ იქნება მთავარ ხელისუფალი სომხეთის რესპუბლიკისა და აი აქ რუსეთი ამის დაშვებას არ აპირებს და ვინმე სჭირდება და ვინმე ვინ არის, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ვინმე არის სწორედაც რომ საქართველო, რომელიც დიდი ხნის წინ არა, ცოტა ხნის წინ მისთვის მთავარი სილის ხელუყრმა ამტყმელი ქვეყანა იყო და ამ საქართველოსთვის კვლავ ვიმეორებ ფოჩიან კამფეტებსაც კი არ გაიმეტებს რუსეთი, მაგალითად არ დაგვიბრუნებს აფხაზეთს, კონფედერაცია რა არის, კონფედერაციასაც კი არ შემოგთავაზებს, რომ იცოდეთ დასხედით და ილაპარაკეთ აფხაზებთან, ბოდიშსაც მოგვახდევინებს აფხაზებისთვის თუ ოსებისთვის, ყველაფერს გადააბრალებს და ისედაც გადააბრალა ბიზინა ივანიშვილმა ბანდიტმა მიხეილ სააკაშვილს, ყველაფერს გადააბრალებს მას, ათქმევინებს, რომ мы православные два государства общей истории, ჩვენ ორი მართლმადიდებლური ქვეყანა ვართ საერთო ისტორიით, ათქმევინებს ბიზინა ივანიშვილს ქართული საზოგადოებისათვის და ასე ჩაგვახუტებს და ამასთან რომ გვახსოვდეს მაინც ეს ალბათ საბუდამო ჩახუტება იქნება, იმიტომ რომ სოფლიო იმგვარად იცვლება და იმგვარი იქნება მეორე რამის გამო, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, მათ შორის მაღალი ტექნოლოგიების, ბევრი და ბევრი სხვა ფაქტორის გამო, რომ ეს ნაციონალური ფაქტორები, როგორც ესეთი, სამომავლოდ აღარავის აღარ დასჭირდება რაღა დროს რომელიმე ერის თვითგამორკვევაზე იქნება საუბარი, ასე მაგალითად 40 წელიწადში, 40-ში კი არა, თუნდაც 20-ში, როდესაც სულ სხვა გამოწვევების წინაშე იქნება მსოფლიო და მთელი მსოფლიოსათვის დასაცინი იქნება მათ შორის საქართველო, რომლის მომავალი თაობის წარმომადგენელთა ნაწილმა შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გვინდა დამოუკიდებლობა რუსეთისაგან, ჩვენ არ გვინდა რომ ვიყოთ ოდენ ტერიტორია, ჩვენ გვინდა ჩვენი სუვერენული პოლიტიკის წარმოების უფლების დატოვება და სუვერენული პოლიტიკა საშინაო საგარეო და ასე შემდეგ, მაგრამ მთელი მსოფლიო გამოიშვერს შენსკენ თიც, შენსკენ ცოცხალი ვინც იქნები 20-30 წლის შემდეგ და გეტყვის რომ იცი რა არის, გეფიქრა ამაზე მაშინ როდესაც ბიზინა ივანიშვილს ირჩევდი, ან გეფიქრა ამაზე მაშინ როდესაც ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგობას ვერ უწევდიო, ანუ ასე მაგალითად 2025 წლის ნოემბერში, 24 წლის ნოემბერში შენ გექნება რა საქმეა თავის გასამართლებელი საბუთები, მაგალითად ეთყვი რომ 24 წელს ბიზინა ივანიშვილმა ქიმიური იარაღი გამოიყენა ჩვენს წინააღმდეგ და მეტი რა გვექნა, მეტი როგორღა შევბრძოლებოდითო, მაგრამ ესა ვერაფერი არგუმენტი იქნება დასავლეთისათვის, იმიტომ რომ ის დასავლეთი ხედავს რომ ჩვენ ვართ 1500-ნი, 2700-ნი, ვართ მარშებზე კარგი 20,000-ნი, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში სამწუხაროდ თლად გულახდილებით თუ ვიქნებით, ჩვენ არა ვართ 200,000-ნი, როგორიც უნდა, ამდენი უნდა ვიყოთ, სწორედაც რომ გადამწყვეტ დღეებში, მაინც დღეს კი, აი დღეს სწორედ მართლაც გადამწყვეტი დღეა, იმიტომ არა, რომ ბიზინა ივანიშვილი დაიჭერს ახლა რაღაც პირობითად 65 ან 58 მოქალაქეს დღეს საღამოს 8 საათზე ახლა 6 ხდება. ამიტომ არა მაინც და მაინც, არამედ იმიტომ რომ თუ დაიჭერს შეიძლება დაშინდეს საზოგადოების მეორე 200-ეული, მესამე 200-ეული და ხვალზე მართლაც აღარ გამოვიდეს რუსთაველზე და ვეღარ ვიპოვოთ, რაც მთავარია, პროტესტის სხვა ალტერნატიული მეთოდები. ახლა Facebook-ზე პოსტვას არ გულისხმობ, ისიც დროებითია, მეთქი ასე მივარაუდებ, ადრე იქნება თუ გვიან, ბიზინა ივანიშვილი ყველას მიადგება, ვისაც ოდესმე ბიზინა ივანიშვილზე უთქვამს, რომ ის ცუდი კაცია, არბილად ვამბობ, ის ოკუპანტი და ამონგდები კაცია, YouTube არხებს მიადგება, პოდკასტებს მიადგება, ვებგვერდებს მიადგება, ინდივიდებს ხომ მიადგა და მიადგა კიდეც უკვე და ასე შემდეგ და მიუკაკუნებენ ტროიკები თანამედროვე, მამუკა მდინარაძე მსგავსი, როგორც ქვედარგოლების წარმომადგენლები და ეთქვია, რომ იცი რა არის, შენ არც სტატუსის გამოქვეყნების უფლება არ გაქვს, მაგრამ ეს სამომავლოდ
მანამდე კი დღევანდელ დღეზე ვილაპარაკოთ, მე ვთქვი წინა ვიდეო ბლოგში, რომ ნუ გამოხვალთ მეთქი, თქვენ სინდისზე იყოს მეთქი, მე რომ დავფიქრდი, ხო ეს შეძახილი შეიძლება არც არის სწორი პირიქით. იქნება და უნდა შეგზახოთ კიდევ ერთხელ გთხოვოთ, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ გამოდით. ბატონებო, გამოდით, იმიტომ რომ თქვენ ვერ ხედავთ ახლა, ვერ გრძნობთ, გეშინიათ შესაძლოა და შიში ბუნებრივი თანმდევია, მაგრამ პროცესისა, მაგრამ რომ იცოდეთ მაინც, თუ ბიზინა ივანიშვილს დღეს გაუვა, მას გაუვა სულ. დღეს სწორედაც რომ ესეთი დღე ყოველ დღე მეორდება, მოდი, ასე ვიტყვი, მაგრამ დღესაც დამატებით თუ გაუვა, როდესაც ტროტუარზე ყოფლისთვის ადამიანები შეიძლება დაიჭირონ, მას გაუვა სულ და მას გაუვა ყველაფერი და მას გაუვა ყველას თანმიმართებაში ადრე იქნება თუ გვიან. ამიტომ გამოდით, მაინც ასე უნდა ვთქვა, იქ უამრავი პატიოსანი ლექტორი, სტუდენტებო, გამოდით თქვენი ლექტორების დასაცავად. იქ უამრავი პატიოსანი სტუდენტი, ლექტორებო, გამოდით თქვენი სტუდენტების დასაცავად. იქ უამრავი სხვადასხვა რა გინდა რა პროფესიის ადამიანი იქნება, ვისაც უნდა ვის ხედავს და ის იგრძეგანებს რამდენად სერიოზული საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ვინც ხედავს რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა, ვინც ჭვრეტს რამდენად კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, მესმის რომ თქვენ ამ შემთხვევაში საკუთარ თავს იგდებთ საფრთხის ქვეშ, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება ყვალკერა დღესვე შეიძლება დაგიჭირონ თქვენ. მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ გაცილებით მეტად და გაცილებით მკაცრად და გაცილებით მკვეთრად და სასტიკად დაგიჭერეთ პირობითად ერთი კვირის შემდეგ, თუ არ დააფიქსირებთ თქვენს პროტესტს, თქვენს ხმას არ დააფიქსირებთ იმ რეპრესიების წინააღმდეგ, რომლებსაც უცილობლად და აუცილებლად მივყავართ საქართველოს განადგურებამდე და საქართველოს გრუზიად ქცევამდე. ახლა ოპტიმისტური ორწუთეული, ასე ვიტყვი, გავბედავ და ვიტყვი. ბიზინა ივანიშვილი მაინც დამარცხდება. ეს ქაოსი, რომელიც სოფლიოშია ახლა, ეს ქაოსის ეს ტალღა გადაივლის და სოფლიოს ჩამოყალიბდება, ევროკავშირი ჩამოყალიბდება, ბიზნეს თანმიმართებაში კი არა მხოლოდ, არამედ ზოგადად მის პოლიტიკას შეიმუშავებს. მე პერსონალურად მგონია, რომ ევროკავშირი როგორც სივრცე დაინგრევა. მე მგონია, რომ ნატოც დაინგრევა. მე მგონია, რომ ბევრი რამ გადაფასდება, გადალაგდება, სხვა სისტემები ჩამოყალიბდება და ასე შემდეგ. და იმ სხვა სისტემებში რუსეთის ადგილი, რაც არ უნდა კოჭი უგუროს ვინმემ, დღეს რუსეთის ადგილი არ არის, იმიტომ რომ ეს არის დერჟავის თulis ქვეყანა, რომელიც არა თუ კიევის აღებას ლამობს, არამედ ლამობს რომ აიღოს სტალინი, რომ ლამობს რომ აიღოს ვარშავა, ლამობს რომ შევიდეს თუ დაარტყას ბერლინსაც, ვინისის ბარსელონასაც და ვინისის ლონდონსაც კი. ამიტომ ამგვარი იმპერიის ადგილი სამომავლო სოფლიოში ჩემი აზრით არ არის, მაგრამ აქამდე უნდა მივიდეთ და ჩვენ გადავრჩებით მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ ისტორიის სწორ მხარეს მომავალში ვინც გაიმარჯვებს და უპრიორობოდ გაიმარჯვებს დასავლური დემოკრატიული თავისუფალი თავისუფლებაზე ორიენტირებული ქვეყნები, სივრცეები, ღირებულებები და ასე შემდეგ, ჩვენ გადავრჩებით მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიქნებით არა ხმადაბალნი, როგორც მოგვიწოდებს რომელიმე უგვანი ბიზინა ივანიშვილის კამანდიდან, არამედ ვიქნებით სწორედაც რომ ხმამაღალნი, ანუ ქვეყანა იქნება მთლიანად ხმამაღალი. ამ შემთხვევაში გადავრჩებით, ხოლო ვირთხა ბიზინა ივანიშვილი, რასაკვირველია, იქნება სოროში შემძვრალი, თუ საერთოდაც გადაურჩება ამ მისთვის უმძიმეს პროცესს. ამიტომ ახლა ყოველ დღეს, ყოველ საათს, ყოველ წუთსა და წამს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, გულადობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, შეუპოვრობას აქვს მნიშვნელობა და კიდევ იმას, რომ ბიზინა ივანიშვილს ამასობაში დავაშვებინოთ ის შეცდომები, რომლებსაც ის ისედაც უშვებს, თუმცა ჩვენც უშვებთ შეცდომებს და ჯერჯერობით ბიზინა ივანიშვილი გვჯაბრის, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება და ერთმანეთს კი უნდა გავუსწოროთ თვალი. ერთმანეთს უნდა გავუსწოროთ თვალი ადამიანებმა, რომლებსაც გვინდა ბილეთი სამომავლო საქართველოში, სამომავლო და რუსეთის გარეშე დარჩენილ საქართველოში და ესეთი საქართველო იქნება ადრე თუ გვიან უფრო ადრე, ვიდრე გვიან, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ძალიან უჭირს, უკრაინის დამარცხება პრაქტიკულად წარმოუდგენელია, შეუძლებელია. მოდი სხვაგვარად გეტყვით, 800,000 მილიონიანი ჯარი ყავს, სულ რომ გაანადგუროს ყველას ფრონტი, რომ ჩამოშალოს 800,000 კაცი იარაღასხმული, თუნდაც დღეში იქნება გაჭრილი და მოსკოვთან თუ მოსკოვში ტერორისტულ აქტებსაც მოაწყობს და ნახავთ თქვენ ჩვენი დღეს კისერზე თოკ გამობმულ
ვლადიმირ პუტინს და ვიქნინიცის იქნება მას მივაყოლოთ კიდეც კისერზე თოკ გამობმული ბიზინა ბორია ივანიშვილი. ეს არის ქართველი ერის ოცნება და ეს ოცნება აუცილებლად შესრულდება. ნახვამდის.